თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ანსამბლ რუსთავის კონცერტს უმასპინძლეს. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მიზანი ქართული ფოლკლორის თანამედროვე სტანდარტებთან შეთავსებაა. ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობა სცენაზე ახალი ვიზუალური და სცენოგრაფიული ეფექტებით გაცოცხლდა, რაზეც რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა და მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა იმუშავეს. კონცერტი ანზორ ერქომაიშვილის და ფრიდონ სულაბერიძის შემოქმედებითი გზის გაგრძელებაა. პროექტი მიზნად ისახავს ქართული სიმღერა და ცეკვა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო დინამიკური და მიმზიდველი გახდეს. მიხარია რომ ანსამბლი რუსთავი ზუსტად იმ აკადემიური პროგრამით წარდგა ჩვენს წინაშე და მართლა დარბაზის ოვაციები მოწყობდა იმას თუ რა არის ქართული ფოლკლორი აყვანილი ასეთ ხარისხში. მინდა გზა დაულოცო ყველა იმ სცენაზე, სადაც ქართულ საქმეს და ქართულ ხელოვნებას და ქართულ საგანძურს გაიტანენ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში. ძალიან ემოციური დღეა ანსამბლი რუსთავისთვის, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩვენ ვაჩვენეთ სოლო კონცერტი, განახლებული პროგრამა, განახლებული იყო როგორც რეპერტუარი, ასევე კოსტიუმები და სცენოგრაფია. მინდა მადლობა გადაუხადო ამ კონცერტის ორგანიზებაში მონაწილე თითოეულ ადამიანს, ასევე მინდა მადლობა გადაუხადო კულტურის სამინისტროს და რეჟისორს ბასა ფოცხიშვილს. ვაგრძელებთ ბატონი ანზორ ერქომაიშვილის და ბატონი ფრიდონ სულაბერიძის გზას. ანსამბლი რუსთავი სულ მალე გახდება 60 წლის და ახლანდელი თაობა დააგვირგვინებს ფაქტიურად აი ამ 60 წელს. ჩვენი დღევანდელი ღონისძიება იყო ემოციური, იმიტომ რომ შესრულდა ბატონი ანზორ ერქომაიშვილის საავტორო სიმღერა, შესრულდა ის სიმღერები, შესრულდა ის ქორეოგრაფიული დადგმები, რომელიც არის ქართული კულტურის უდიდესი, ასე ვთქვათ, ნაწილი.